გასულ კვირას ნაწილობრივ დავასრულე ელექტროველოსიპედის მეოთხე ვერსიის ძრავის სამაგრი და მოლოდინში ვიყავი, როდის ჩამოვიდო შკივები და შკივები. მას შემდეგ დავიწყე ძრავის სამაგრის ყველა დანარჩენი ნაწილის დამზადება. ეხლა რადგან ძრავის სამაგრის პირფიტები უნდა იყოს იდეალურად დაშორებული და ასევე იდეალურად პარალელური, რადგან მასში საკისრები ჯდება და ასევე ღერძი გადის, მომიწია დამემზადებინა შუალედები, რომლებიც ორ პირფიტას ზუსტად 53 მმ-ით აშორებდა ერთმანეთისგან. საბედნიეროდ პაბუა ჩემს აქვს ტოკარული დაზგა, ამიტომ გამიმართლა და მისი ტოკარული დაზგა გამოვიყენე, რომ ეს შუალედები ალუმინის მილებისგან დამემზადებინა. ტოკარულმა დაზგამ ასევე საშუალება მომცა ძრავის სიგზავის სიგრძე შემემცირებინა. როგორც წინა კვირის ვიდეოში ვახსენე, ძრავის ბოლოზე არსებული ნაჭერი პედლების ბრუნვას უშლიდა ხელს. ამიტომ მისი მოჭრა და თან ისე რომ კარგად გამოიყურებოდეს, საკმაოდ მოსახერხებელი აღმოჩნდა. მას ასევე აქვს სახეხი. ამიტომ შევძელი მეორადი წამყვანი ღერძის ბოლოზე ბრტყელი ზედაპირების გაკეთება, რათა როცა შკივებს ღერძზე დავამაგრებ, მათ ჰქონდეთ ბრტყელი ადგილი, სადაც დამაგრების ხრახნები კარგად დაიჭერთ. შკივები მალევე ჩამოვიდა და დრო იყო ველოსიპედის დანარჩენი ნაწილების აწყობისთვის. მაგრამ აქ პირველი პრობლემა გაჩნდა. ჩემს კამერას ბატარეა დაუჭდა. ეხლა არ ვიცი თავს როგორ წავკრა, მაგრამ ამ წუთას ნამდვილად ციხლი მეკუთვნის. ფაქტობრივად გადავწყვიტე ველოსიპედი სწრაფად გამომეცადა და დიახ, შკივი გაფუჭდა და მისი განადგურების ვიდეო ჩანაწერი არ მოქვს. აბა რა მოხდა? სინამდვილეში დიზაინი ძალიან სწრაფად გავაკეთე, რომ ერთი კვირის განმავლობაში დამესრულებინა. თუ ნახეთ შკივის ვიდეო, სინამდვილეში ერთ კვირაში ორ ვერსიაზე ვიმუშავეთ და ძალიან მარტივი დიზაინის შეცდომა გამომეპარა. აი ესე გამოიყურება შკივის ერთ-ერთი სპიცი გატეხვამდე. და აი ესე გამოიყურება ახლა შკივის 6-ვე სპიცი. როგორც ჩანს, ჩხირის ბოლოში ჭანჭიკის ხველების გარშემო ძალიან ცოტა მასალაა, რის გამოც როცა ძრავისგან ბრუნვის მომენტი გადაეცემა, მარჯვენა ჭანჭიკზე ზემოთ მიმართული ძალა მოქმედებს, ხოლო მარცხენაზე ქვემოთ მიმართული, რაც საბოლოოდ მარცხენა ჭანჭიკის ამოღლეტოს იწვევს ხველიდან. მიზეზი, რატომაც ამ ადგილას ასე ცოტა მასალაა, ისაა, რომ შკივი უნდა დაეტიოს დისკური მუხრუჭის ჰაბზე, რომლის დიამეტრიც 52 მმ-ია. ასე რომ, სანამ ჩხილების დიზაინს დავასრულებდი, ყველა ჩხილის ბოლოში მომიწია ამ 52 მმ-იანი დიამეტრის ხვრელის ამოჭრა, რათა ისინი ამ ჰაბზე დაეტიოს. სინამდვილეში, სანამ ამ ჩხილს ამოვჭრიდი, მის სტრუქტურულ ანალიზს და სიმულაციას გავაკეთებდი Fusion 360-ში. თუმცა, არასანდო შედეგები მივიღე. რადგან არ მაქვს წარმოდგენა, რამდენი ბრუნვის მომენტს აწარმოებს ეს ელექტროძრავა, მომიწია ჩემი მესამე ვერსიის ელექტროველოსიპედის ვიდეოს გადახედვა, სადაც იგივე ძრავა იყო გამოყენებული. ასევე დავამატებ ბმულს ძრავაზე ქვემოთ ავწერაში, რადგან რამდენიმე ადამიანმა მკითხა ჩემს ბოლო ვიდეოში. და რაც აღმოაჩინე არის ის, რომ ველოსიპედი აჩქარდება 0-დან 30 მილი საათამდე. ანუ 13.4 მეტრი წამში. დაახლოებით 12 წამში. ეს იძლევა აჩქარებას დაახლოებით 1.2 მეტრი ბარი წამში კვადრატზე. და რადგან ველოსიპედისა და ჩემი მასა დაახლოებით 110 კილოგრამია, ეს გვაძლევს წინ მიმართულ ძალას 132 ნიუტონი. ბორბლის რადიუსის 0.325 მეტრის შემთხვევაში ეს გვაძლევს საშუალო ბრუნვის მომენტს 42.9 ნიუტონ-მეტრი. ეხლა რადგან ეს საშუალო ბრუნვის მომენტია, ზუსტად არ ვიცი მაქსიმალური ბრუნვის მომენტი რამდენია. ეს შეიძლება ბევრად მეტი იყოს. და გარდა ამისა, ელექტროველოსიპედის მეოთხე ვერსია გათვალთვლილია 20%-ით მეტი ბრუნვის მომენტისთვის, მაგრამ 20%-ით ნაკლები მაქსიმალური სიჩქარისთვის. ამიტომ რასაც გავაკეთებ არის ის, რომ ამ ბრუნვის მომენტს გავაორმაგებ უსაფრთხოების ფაქტორისთვის. მოდით გამოვიყენოთ 85.8 ნიუტონ-მეტრი. რადგანაც შკივის რადიუსი არის 0.14 მეტრი და ეს ბრუნვის მომენტი უნდა განაწილდეს 6 სხვადასხვა ჩხირს შორის, ფაქტობრივად ერთ შკივის ჩხირს უნდა გაუძლოს 102 ნიუტონის ძალას მის წვერზე. რაც, როდესაც ეს მნიშვნელობები შეყვანილია Fusion 360-ის სიმულაციაში, აძლევს უსაფრთხოების კოეფიციენტს 2.16-ის, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ შკივის ჩხირი უნდა შეძლოს ორჯერ მეტი ძალის გაძლება გატეხვის გარეშე. ეხლა, თქვენთვის, ვინც ინჟინრები ხართ, ნამდვილად გამოვიყენე ყველაზე პატარა ბადის ზომა. და ამას ჩემს კომპიუტერს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა დასათვლელად, მაგრამ მაინც გავაკეთე, რომ რაც შეიძლება ზუსტი შედეგი მიმევო. თუმცა მაინც არ ეკო სწორი. ასე რომ ცხადია, მას შემდეგ რაც ნამდვილი შკივი დაინგრა, გადავწყვიტე დაბრუნება Fusion 360-ის სიმულაციებთან და მივხვდი, რომ ექსპერიმენტებს სრულიად არასწორად ვატარებდი. თავდაპირველად შკივია ქვედა მხარეს ჭანჭიკის ხვრელებთან მქონდა დაფიქსირებული და შემდეგ ჰორიზონტალური ძალა აქ ხვრელზე მიუშვი. მაგრამ რაც ამაში არ იყო გათვალისწინებული ისაა, რომ ამ ჭანჭიკის ხვრელებს შეიძლება ამოგლიჯონ. ამიტომ რაც მომიწია გამეკეთებინა იყო ის, რომ უნდა შემეცვალა სიმულაცია და ძირითადად გამომეყენებინა ჭანჭიკის შეზღუდვა Fusion 360-ში. რომ ამ ხვრელები იმიტირებულ ჰაბზე ჭანჭიკებით მიმემაგრებინა და თავიდან გამემეორებინა სიმულაცია. ამას შედეგი უფრო ზუსტი გამოიყვანა. უსაფრთხოების ფაქტორით 0.87, რაც ძირითადად ნიშნავს, რომ ის გატყდებოდა. ტესტირება კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიღე და რეალურად დავიღე ძველი სპიცები, დავამაგრე ისინი ჰაბზე და შემდეგ ჰაბი მარტუხებში ჩავამაგრე. სპიცები საპირისპირო მიმართულებით დავაგენე, რომ მეორე ჭანჭიკის ხვრელი ამოეკლიჯა. და ეს საკმაოდ ზუსტ ტესტს მოგცემდა, მიუხედავად იმისა, რომ სპიცის ერთი მხარე უკვე გატეხილი იყო. შემდეგ სპიცის ბოლოს თვითები ჩამოკიდე და გამოცადე, რამდენ ძალას გაუძლებდა.
Გავი, ეს პირველი ტესტია. 10 კილოთი. 10 კილოგრამს იჭერს, მაგრამ ჩანს რომ დეფორმირდება. არ ვიცი რამდენად კარგად ხედავთ, მაგრამ ამ ჭანჭიკის ხვრელთან აშკარად არის დეფორმაცია. კარგი, ეხლა წონა 11.25 კილოგრამამდე ავწიე. და ნელა ვუშვებ წონას ქვემოთ. და წარმოიდგინე რა მოხდა. ისინი ვერ გაუძლეს 11.25 კილოგრამს, რაც დაახლოებით 110 ნიუტონის ძალას უდრის. და ესეც მხოლოდ ოდნავ აღემატება Fusion 360-ის პროგნოზს. ამიტომ დავიწყე შკივის ახალი სპიცების დიზაინი, რომლებსაც მეტი მასალა ჰქონდათ იმ ადგილებში, სადაც ჭანჭიკის ხვრელები იყო და ამავე დროს ჭანჭიკის ხვრელები უფრო შორს იყო განლაგებული ერთმანეთისგან, რათა შემცირებული იყო დაძაბულობა და შეკუმშვის ძალები, როცა დეტალი ტორსიაშია მოქცეული. ასევე დავაპროექტე და ამოჯერე ალუმინის რგოლი, რომელიც გაამაგრებდა შკივის სამგანზომილებიანი ბეჭდვით დამზადებულ ნაწილს. მაგრამ სანამ ყველა ნაწილს ამოჭრიდი და შკივს ავაწყობდი, გადავწყვიტე იგივე სტრუქტურული ტესტი განმეორებით ჩამეტალებინა. შკივის ახალ სპიცას მარწუხებში ჩავამაგრე და მასზე ტვირთები ჩამოკიდე. და მან შეძლო 20 კილოგრამის დაჭერა ისე, რომ არტკი განძრეულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაქუჩით რამდენჯერმე დავარქი. შემდეგი დღეები გავატარე ახალი შკივის ყველა ნაწილის ამოჭრაში, ხრახნის გაჭრაში და მოღუნვაში. ასევე ახალი 3D ბეჭდვითი კბილების პროფილის ბეჭდვაში. ჩემს ახალ 3D პრინტერზე, რომელიც Anycubic-მა გამომიგზავნა. ეს მათი ახალი Chiron მოდელის პრინტერია. გონის სწორად წარმოთქვი და ჯერჯერობით საკმაოდ კარგია. მას აქვს უზარმაზარი ბეჭდვის პლატფორმა და რამდენიმე ძალიან კარგი ფუნქცია, რაც ჩემს ძველ Creality CR10-ს არ ჰქონდა. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე რამ დავბეჭდე მასზე, ასე რომ საბოლოო შეფასებას ვერ მოგცემ. თუმცა ბულს ქვემოთ არც არაში დავდებ. ასე რომ თუ ახალი პრინტერი გაინტერესებთ, გადახედეთ. შემდეგ ფულეი აწყდა ბორბალზე და დამონტაჟდა ველოსიპედზე, რის შემდეგაც მზად იყო კიდევ ერთი სატესტო გასასვლელად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამჯერად ამას ჩავწერდი. დიახ, მან წარმატებით გაიარა პირველი ტესტი და გადააჭარბა სვლის სიჩქარეს. შემდეგ ცოტა მეტი ბრუნვის მომენტმა გამოიწვია კამრის მოცურება. დროა მეტი დაძაბულობა დავამატო. შემდეგ ნელ-ნელა უმატებდი გაზს ხოლო ჯერზე, რომ მენახა როგორ უმკლავდებოდა შკივა და როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად უძლებდა. თუმცა პრობლემები აქ არ მთავრდება. შკივა ახლა როგორც ჩანს ყველა ძალას უძლებს, ასე რომ ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ წადე პატარა შკივების მოხსნა, რომ დამჭერ ხრახნებზე ხრახნფიქსატორი დამეტანა, მაგრამ ისინი არ იძროდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხრახნი ამოღებული მქონდა თითოეული შკივიდან და შკივიც გავაცხელე, რომ ღერძზე გაფართოებულიყო, მაინც ვერ მოხსენი. ფაქტობრივად რაც მოხდა, იყო ის, რომ უჟანგავი ფოლადის ღერძი საკმაოდ რბილი იყო. და ხრახახნები, რომლებიც მას ღერძზე ამაგრებდა, ღრმად შეიჭრა უჟანგავ ფოლადში. და ძრავის ბრუნვის მომენტის გამო, ფაქტობრივად ხრახნმა უჟანგავი ფოლადის ნაწილი ჩამოატეხა და ეს ნამსხვრევი შკივის ალუმინში ჩაეჭედა. ფაქტობრივად შკივი ღერძზე ჩაეკეტა, საკმაოდ ბევრი დაჭედების და შკივებზე ბრტყელტუჩას გამოყენების შემდეგ, თან ისე რომ შკივის კბილები არ დამეზიანებინა, საბოლოოდ მოახერხე მათი მოხსნა. თუმცა, შემდეგ უკვე გამიმიჩნდა საჭიროება, რომ მომეძებნა გამაგრებული უჟანგავი ფოლადის ან გამაგრებული ფოლადის ღერძის შესაცვლელად. შემდეგ მივხვდი, რომ ჯერ კიდევ მქონდა ძველი ძრავა, ძველი 8 მმ-იანი ღერძით, რომელიც გამაგრებული ფოლადის ღერძია. ამიტომ გადავთქვიტე ის დამეყენებინა ველოსიპედში და ყველაფერი კარგად იყო. ეხლა ველოსიპედი მზად არის, რომ ყველა ელექტრონიკა სწორად დავამონტაჟო, დავასრულო და შემდეგ ნორმალური სატესტო გასაერნება მოვაწყო. სინამდვილეში არა. ასევე შევნიშნე, რომ ველოსიპედით დაახლოებით 20 მილის სიჩქარეზე სვლისას, ველოსიპედი საქმედის საკმაოდ ძლიერად იწყებდა ვიბრაციას და ვფიქრობ, ეს იყო რაღაც რეზონანსული სიხშირე, რომელიც გამოწვეული იყო პატარა კამრით ან მეორადი წამყვანი ღერძით. უბრალოდ რამდენიმე წამით უნდა შევაჩერო ვიდეო. ჩავედი საწყობში, რათა გადამეყო საწყისი შკივიანი რედუქციის ვიბრაცია. და საბედნიეროდ ეს რეალურად არ არის ჩემი დიზაინის პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ არის დიზაინის ხარვეზი ან რაღაც პრობლემა იმ ახალ ძრავში, რომელიც მაქვს. ბოდიშვი ხდი თუ აუდიო ცოტა ცუდია, უბრალოდ ტელეფონით ვირებ ამას, მაგრამ მოდით ვცადო და გაჩვენოთ. ყველა კამარი მოხსენი და მაინც ვიბრაცია რჩება, ასე რომ როგორც ჩანს ძრავი არაბალანსირებულია. როგორც ხედავთ, ეს არის ძრავის გამომავალი ღერძი და ამ შემამცირებელ მექანიზმზე არც ერთი კამარი არ არის შეერთებული. და შემდეგ უკანა ბორბალი აშკარად მოხსნილია კამრიდან უსაფრთხოების მიზნით.
და თუ გას მივცემ გარკვეულ ბრუნვაზე, ძალიან ძლიერ ვიბრაციას გაიგონებ. ეხლა არ ვიცი როგორ ჩავამონტაჟებ ამ სწრაფ ვიდეოს, რომელსაც ჩემს ტელეფონზე ვიღებ ძირითად ვიდეოში. იმიტომ რომ გონი ახსენი რომ ვაპირებ დავბრუნდეთ ძველ ერთჭკივიან სისტემაზე. მაგრამ ეხლა გავიგე რომ ეს ძრავა. მაშინ უნდა ვცადო და ეს პრობლემა ძრავთან ერთად გადავჯრა. და აღმოჩნდა რომ ჩემი კონსტრუქცია ძრავის სამაგრით სინამდვილეში კარგია. ასე რომ შეიძლება ისევ კარგად ვიყოთ მაღალი ბრუნვის მომენტის ორმაგი შკივის შემცირების სისტემით. როგორც არ უნდა იყოს, საკმარისია ლაპარაკი. დავბრუნდეთ მთავარ ვიდეოზე. მინდა პირდაპირ ძრავიდან გავუშვა მთავარი წამყვანი სარტყელი და ამოვიღო ორმაგი შკივის შემცირება, მაგრამ მაშინ საერთოდ გაქრება იდეა, რომ ამ ელექტროველოსიპედს დიდი ბრუნვის მომენტი ჰქონდეს. და ჩემი გასული კვირის ვიდეო სრულიად უაზრო გახდება, რადგან მთლიანად თავიდან მომიწევს ძრავის სამაგრის გაკეთება. აი ესეთ მდგომარეობაში ვარ ახლა ელექტროველოსიპედთან დაკავშირებით. მართლა არ ვიცი, შემდეგ რა გავაკეთე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო მთელი ეს ანალიზი და იმ ბლოკის სტრუქტურული დაშლის პროცესი. Ჭირდება ერთი ნაბიჯით უკან დავიხიო მთელი პროექტიდან და კიდევ ერთხელ დავფიქრდე, რას გავაკეთებ შემდეგ. მივჩევნია ასე მოვიქცე, ვიდრე კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა წინ და მე ორი ნაბიჯით უკან დავბრუნდე. ხო, მინდა ცოტა მეტი დრო დავხარჯო, რომ ყველაფერი სწორად დავაპროექტო. პროექტის დასაწყისში ვთქვი, რომ არ ვაფერებდი დამეჩქარებინა, მაგრამ ელექტროველოსიპედის აფთაცება მძლია და საბოლოოდ მაინც დავაჩქარე ყველაფერი. ასე უნდა აღვნიშნო, რომ მომავალ კვირას ვიდეო არ იქნება. მინდა ისე დავუბრუნდე უფრო გრძელი პროექტის ვიდეოების გაკეთებას ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ან დაახლოებით ასე. ძირითადად იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი, რომ ეს პროექტები დამესრულებინა. რადგან ჩვეულებრივ 1-2 დღე სჭირდება ვიდეოს გახმოვანებას და შემდეგ მონტაჟს, რომ ატვირთვისთვის მზად იყოს. ასე რომ მხოლოდ 3 სამუშაო დღე მშება პროექტზე სამუშაოდ, რაც საკმარისი არ არის ნორმალური სიგრძის ვიდეოს გასაკეთებლად. განსაკუთრებით იმ სხვადასხვა პროექტებისთვის, რაც მინდა გავაკეთო. ამიტომ საკმაოდ მახარებს, რომ 1-ან 2 კვირას მთლიანად პროექტს დავუთმობ, შემდეგ კი დავამონტაჟებ, პროექტს დავასრულებ, დავთმობები, რომ ყველაფერი მუშაობს და შემდეგ YouTube-ზე ავტვირთავ, რომ თქვენ აღარ მოგიწიოთ ამდენი წარუმატებლობის ხურება. რა თქმა უნდა, მაინც ვახსენებ იმ მომენტებს, როდესაც ვერ გამოდის, მაგრამ ამისთვის მთელ ვიდეოს აღარ გავაკეთებ. უბრალოდ ვიდეოში პატარა მონაკვეთი იქნება. რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შეცდომების გაჩვენოთ. მაგრამ კი, უბრალოდ მახარებს, რომ თითოეულ პროექტს ცოტა მე დროს დავუთმობ. ასევე მომდევნო რამდენიმე კვირაში რამდენიმე კოლაბორაცია მაქვს დაგეგმილი, ასე რომ შეიძლება შემდეგ ვიდეომ დიდხანს არ დააყოვნოს, ალბათ 2 კვირაში გამოვა. ასე რომ ყოველკვირეულ ვიდეოებს სრულად არ წყვეთ, უბრალოდ ვამბობ, რომ პროექტს არ დავაჩქარებ, მხოლოდ იმისთვის, რომ 1 კვირის განმავლობაში გამოვიდეს, თუ ის დასრულებული არ არის და არ მუშაობს. ასე რომ თუ პარასკევს ჩემგან ვიდეოს ვერ ნახავთ, ნუ ინერვიულებთ. უბრალოდ პროექტზე ცოტა მე დროს ვხარჯავ. ასე რომ დარჩით ჩვენთან და დაელოდეთ იმ კოლაბორაციებს, რომლებიც მალე მექნება. ასევე ელექტროველოსიპედის პროექტი ჯერ არ მიმიტოვებია. შეიძლება ცოტა მეტი დრო დამჭირდეს მასზე მუშაობისთვის. და დიახ, ყურებისთვის ძალიან დიდი მადლობა და თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ დაალაიქოთ. თუ ჩემს არხზე ახალი ხართ, გთხოვთ გამოიწერეთ. უზარმაზარი მადლობა ჩემს ყველა პატრონს მხარდაჭერისთვის. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ამ არც თუ ყოველკვირეულ ვიდეოებს შესაძლებელს ხდის. Patreon-ზე ავტვირთავ კადრებს კულისებიდან. გაიგეთ, რას ვაკეთებ ფოტოების მხრივ. ასე რომ ყოველ კვირას სრულ ვიდეოებს ვერ დავდებ, მაგრამ Patreon-ზე მაინც დავდებ ფოტოებს. თუ გინდათ იცოდეთ, რას ვაკეთებ ამჟამად. კიდევ ახლა მადლობა ყურებისთვის და რამდენიმე კვირაში შევხვდებით. ნახვამდის.